მოგესალმებით ძვირფასწორი მოგესალმებით. იცით რითი დავიწყოთ? ხაბეიშვილის იდეით, რომ ყველა პროდოსალური პარტია უნდა გაერთიანდეს. ანუ მე კიდე არ მომისმენია. 0-0 მიუმატოთ, იქნება დიდი 0. ხაბეიშვილმა ეს არ იცის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით. ხაბეიშვილს საბავშვო სიმღერები რო არ ხო იცი ბავშვებს რო რაღაც ელემენტარულ მათემატიკას რაც 1/1 მიუმატოთ რამდენია ბაჭია. ეგეთ რაღაცები უნდა ასმენინო მაგას რომ იქნებ ცოტა რამე ისწავლო. ხაბეიშვილის გენიალურ twins ან არ იცი ხაბეიშვილის გენიალურ twins არა? წინვალე გონებას. წინვალე გონებას ან არ ვიცი ხაბის გონების ან არ ვიცი წინვალე გონებას მისას თუ არა ეკუთვნის ეს იდეა რომ გავერთიანდეთ. ცალცაკე ეს გაერთიანების ქიმერა თან დასდევს ამ ქაქ ოპოზიციას. ეს როდნელი განცხადება გავერთიანდეთ და აბა ის ნაცებს რო შლის Facebook-იდან ფრენდებიდან რო წაშალა. ისინი არიან კაცო. აი მათთან არ ერთიანდება. ჩვენ ამას გავუშვით. მელიას პლანია. იმასთან გაერთიანებულები არიან, კაცო, ისინი ნაცები არიან, რომლები ისინი არიან შიდა კოლონისტები, რომლებიც ნაცებს ანგრევენ შიგნიდან. ხო და აი მოდი ვნახოთ რა უპასუხეს ოპოზიციონერებმა ხაბეიშვილს. აუ ჩართო ამან დეგნანთან. ირაკლი ნადირაძის სინქრონი გავუშვით. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, ეხლა მზად ვართ, რომ არჩევნებზე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი ამ ქვეყანაში და მზად ვართ ვითანამშრომლოთ და გადავგდოთ კონკრეტული ნაბიჯი ერთიანობისკენ, იმიტომ რომ ერთიანობას ალტერნატივა არ ბიჭო ესე დამარცხლულად და გამოკვეთილად აქამდე ხო არ ლაპარაკობდა? კი. მანამდეც ხაბემდეც ეგრე ლაპარაკობდა? იცი რა არის, მე სხვა რაბება აინტერესებს შენი აზრით ეს რომელ ფლანგს წარმოადგენს? ხაბეს. ხაბეს. ხაბეს კი. გუშინ, ხო და მე არ ვიცი და გუშინ შენ თქვი ეს მელიას პლანგია. ნუ მე მეშლება ხო და რომელია იქნებ პროდიუსერმა გითხრას, იმიტომ ყველა ლოგიკით ეს ხაბეს პლანგია. ვინი? ხაბე. ხო, გუშინ ეგრე თქვი. აი და მაგით ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ეს თავისი გაქანებით, აი მეტად ახლო არის პიტაკანტროპებთან, ვიდრე ეს რომელია? ხო. და ეს რომელია? ეს არის ეს არის ეხო ამაკივით რომ იყავთ რა. გური არის უნიკალური ადამიანი, ესე იგი ჩვენ როცა ვეკითხებით რომელია, გვარდასახელს პასუხობს სად მუშაობს. არა თითოეულ ნაცისტის მას აქვს შერჩეული რა მართლაც დაემართათ ესეთი უბედურებები და აი გამორჩეული ნიშანი ის ყებს იმას პაოლო კოველიოში აერია ათრიეს გლავი ჩემპიონი გამოჩნდა ეგ აღარ არის მე მგონი აქტიური ხო კი ბატონო ეხა სალომე სამადაშვილი სენსაციური განცხადება სადაც ამბობს რომ არ უერთდება ხაზარაძის პარტია ლელო აი ამ არ შეუერთდება აი ამ გაერთიანებას უნდა გაძლიერდეს ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცის მიღმა მყოფი პოლიტიკური ძალა. ამიტომ ლელო გეგმავს რომ გაძლიერდეს ლელოს მხარდაჭერა. თანამშრომლობას რაც შეეხება ჩვენ თანამშრომლობა არასდროს არ გამოგვირიცხია არც ერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ ყველანაირი გაერთიანების ფორმატები, რომელიც გააძლიერებს პოლარიზაციას ქვეყანაში, ჩვენთვის არ არის მისაღები. ნაციონალური მოძრაობა არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია. ამ პარტიას ზრდის პოტენციალი არ აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავძლიერდეთ პოლიტიკურად, როგორც ალტერნატივა შეთავაზება იმ ხალხისთვის, ვისაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდა და არც ქართული. ნამოს ნაცია მას. ნამოს ამპარტავანი ადამიანი ძალიან, იმიტომ რომ რამდენი აჩვენა არჩევნებში შედეგი, მე მგონი ამ პარტიამ ყველაზე მეტი დახარჯა თითოხმისთვის. კი ბატონო, ეს ვიცი. ჰქონდა პარლამენტში არჩევნებისას ჰქონდა აბსოლუტურად უსუსური, მე მგონი აი ყველაზე უსუსური კამპანია, რაც მე წარმომიდგენია. ფერით, დაწყებული საარჩევნო ფერით, კლიპებით და ხაზარაძის წინ წამოწევით უნიჭოდ. ბავშვი დავიტოვებ. მე მაქვს იდეა, რომ ახლა მან ლელო ცალკე იზრდებაო და ცალკე გაიზრდება, სხვები არ გვინდაო და ლელოს სლოგანი უნდა იყოს, მათ ჩვენ დამარხო უნდათ, მაგრამ გვიან აღმოაჩენს, რომ თესლები ვართ. ეგ კარგი სლოგანი. ხო, არა, თავარი მუღამი ამის ის არის, რომ ამას ლაპარაკობს ნაცი რა, ოღონდ როგორი ბობოლა ნაცი, იცით? აი მეტი რო არ შეიძლება მიტინგის დაშლას აქ თავისი ლოგიკა და რაღაცა ის რო ამბობს ესთეტიკაო თუ რასაც ამბობს. ეთიკა და ესთეტიკა. ხო, 7 ნოემბერზე და 26 მაისზე. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც არის როგორი ნაცი, იცი? იყო დიპლომატი
და საქართველოს ხელი მოაწერა იმ რეზოლუციას პრინციპში, სადაც ქართულ ჯარისკაცებზე ლაპარაკია, რომ ანუ ქართულ ჯარისკაცებს უღალატეს რა, მაგ რეზოლუციით აღიარეს, რომ საქართველოს დაიწყო ომი და აქ სამხედრო დანაშაული. სალომე სამადაშვილი იმ ჩანაწერში ლაპარაკობს ერთადერთი იმას, რომ მე და თქვათ ნიკა მაჭუტაძეს შორის ან გუბასანიკიძეს შორის ის განსხვავება, რომ პროსტა ისინი გოიმები არიან და დაუბანლები არიან და პროდასავლურობის ესე ესთეტურად არცხია თორე ანუ მეგის ქარდავასთან ესე პრობლემა არ აქვს მიხვდი შინაარსობრივი აქ ის რომ შეება ლის ამბობს ან რაღაცას ან იმ ჩანაწერში სალომე სამადაშვილის ჩანაწერს გულისხმობ ხო პირველად მოვისმინეთ ნაცისგან სიმართლე და ეს გასაგებია რომ საჯაროდ ალაპარაკობდა რომ აი ოცნება არის ევროპულიო და ჩვენო ვინ აყვავს ხო კლოუნი მაჭუტაძე იქ ამბობს ძალიან საინტერესო რამეს რომ არა მიშა სააკაშვილს ისაკო წითელი ხაზი გადასმული დასავლეთშიო და ოცნების იმასო რომ ლაპარაკობთო ჩვენ გუნდზე რომ ეს არის პრორუსულიო რეალურადო ხო ყველას განათლება დასავლეთში აქვს მიღებული და დაბანილები და დავარცხნილები არიან და ჩვენ ვინები ყავს კლოუნი მაჭუტაძეო ხო და ის ვინ იყო დილარ ბოდიში და ხაბულიანი ხო ხო და აი ესენი ყავს ჩვენო გუბასანიკიძე და კლოუნი მაჭუტაძეო და არ ვართ პროდასავლეთში აი მოდი მოგიყვებით რა თქვა ხაბეშვილმა ბარემ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მე ხედავ რომ პროდასალურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს და მე ყვება რომ დავამტკიცე 7-8 მარტსო იქ იყო გიორგი მარგველაშვილიო გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანი აი ამათ გაერთიანებაზე ანუ 0-0 მიუმატოთ მაგაზე საუბრობს რა მოდი ახლა მე გავუშვებ ხაბეიშვილის სტუმრობას ეკა მიშველაძესთან ტიტანების ტიტანური ტვინების ჯახია იქ და ეს ყველა ბევრ რამეზე გასცემს პასუხს გავუშვით შეიძლება წემს რომ მართლა ცოტა არასერიოზულია პოსტივის იმედა რა ქვია პოსტივის ბანერიდან ვიღაცა რომ დაგიდგეთ და TV პირველის მიკროფონი და მე TV პირველი ვარო იძახოს ახლა უკაცრავად არ გამოვა იმის პოლიტიკა სხვა არის თქვენი ინტერესები სხვა არის ჩვენ გვაქვს სხვა ინტერესი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვიღაცას აქვს პარტიის ზიანის ინტერესი არ მოდის თანხმდროში ახლა თქვენ რამდენიც კითხვა უნდა იმ ადამიანებს აქვს პარტიის ზიანის ინტერესი და თქვენ მათ ადარებთ პოსტივის ანუ ისინი თქვენ აღარ მიგაჩნიათ ნაციონალურ მოძრაობად ისინი აზიანებენ ნაციონალურ მოძრაობას ნუ უკვე ბიჭო არა პოსტივი რომ მეტრი არის და შეფასების კრიტერიუმი ბოროტების სავალ რატომღაც ეხა მეგონა რომ ვიდეო გქონდა აჩქარებული არა მოძრაობის ვეთო აი თავიდან ჩართე ერთი წამი აჩქარებულია პიჩი ქონდა მიცემული ხო რაღაც ეხა ნახე გავუშვით ცოტა არასერიოზულია პოსტივის იმედა რა ქვია პოსტივის ბანერიდან ვიღაცა რომ დაგიდგეთ და TV პირველის მიკროფონი და მე TV პირველი ვარო იძახოს ახლა უკაცრავად არ გამოვა იმის პოლიტიკა სხვა არის თქვენია ხო აღარ მინდა ამის ზურაგიჩობას მეგობრებო და ხელებითაც როგორ ასავსავებს აქედან რა იყვება სერიოზული ტრახი არის პარტიაში პარტია იშლება პრაქტიკულად ჩვენ ამაზე ხშირად ვამბობთ ოკონი მომარაგებული გვაქვს და გვიხარია რომ ნაცმოძრაობა ხუხულასავით ინგრევა მაგრამ ესენი არ ეპუებიან ხო და იმ პარტიაზე თქვა რომ პოსტივიაო რა პოსტივი ნეტა რა გააკეთეს იმათმა რო ხაბეს ესეთი მრისხანება დაიმსახურეს. აი მოდი ახლა კიდე ერთ სინქრონსაც გავუშვებ. ეგ არ ვიცი ხო? კიდევ ამუშავეთ ეს. სამეთ ვიწყებთ. აი მართლა კიდე რა მაინტერესებს. დღეს სხვადასხვა ნიუსი ნახე რომ ლევან ხაბეიშვილი გაუჩინარდაო. ხაბატონო ეგ გუშინ შეგიტავდო თქვენთან მოდიოდი ეთერში. და სად გაუჩინარდი. ხო, გაუჩინარდი. რა გაუჩინარდა? ნიუსი ნახე რომ ლევან ხაბეიშვილი გაუჩინარდა მაგალითად. ან ახალი ამბების კორესპონდენტები ვერ გიკავშირდებოდნენ. ვერ გიკავშირდებოდნენ. პარტიაში ვინმე კომენტარი გენერალურ დინამომ გააკეთა მე ვიცი კომენტარი. ვერ გავიგე ხა მართლა. ეს რა არის? ან რა ნიუსია რომ ხაბეიშვილმა Facebook-ზე უკაცრავად ლაიქ პეიჯი მაქვს, აგერ რა ვიცი თუ ვინმეს ჩემი დაფოლოება უნდა დამაფოლოოს იქ. რა მეგობრებიდან ხსნისო მეგობრებიდან ამოგშალის. არა მართლა არის ესე მართლა გააკეთა. ვის ინტერესებს? ქალბატონო ეგა ბოდიში ვისი რა საქმეა მე მეგობრებში ვინმე ყოლება და ვინ რა მართლა რა ეხა მაყურებელს უნდა აი ეხა სწორია ხა. ყველაზე სწორი იქნებოდა ეგეთი რომ. ეხა სწორია. ყველაზე სწორი თავის მართლობა როგორი იქნებოდა, იცი? მე რა ვიცი თაგის მოშლა. მე რა ვიცი ინტეგრამი. მე არ ვიცი ეგეთი რაღაცები და რას მაბრალებ. აი იქნებოდა სწორი. მე ადნაკლასნიკები მაქვს. ო, ოდნოები მაქვს. ოდნოები ვერ ექნება. კარგი, აბა წავიდა ახლა ვერ ისწავლიდა და იმედი. ეხლა რაზე არის ესე აცეტებული ახლა. და რაზე უხურებენ სხვები. მოდი ახლა გავუშვათ ბრალდებები ხაბეიშვილის წინააღმდეგ. გავუშვით. აი ლევან გორგილაძე. ვინა? მელიას პლანი.
როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობაზე გაქვს პრეტენზია, მინიმუმ უნდა შეგეძლოს, რომ შენი ნათქვამი არგუმენტირებულად გაამყარო. დადოს ერთი ფაქტი ლევან ხაბეიშვილმა, სადაც ლევან გორგილაძე პარტიას აგინებს ან ლანძღავს და მართლა ქუდს დავიხურავ და გვერდზე გავარგები. იმას თუ გულისხმობს, რომ მათ შორის საჯაროდ მაქვს კითხვები და მოვითხოვ იმ დაპირებების შესრულებას, რაც წინა საარჩევნო გააჟღერა. ლევან გორგილაძე, შენც კი არიცი ვინ არის, ხო? არა, იმიტომ რომ არავინ არ იცის, თვითონაც არ იცის. არა, მე მგონი ფაიზაღია. თვითონაც იდენტობის კრიზისი ექნება და ფაიზაღია. თავარი პრედიავა რაც არის, ნუ ჯერ ვიცით რომ მელია დაიბოღმა და რომ გააგდო კეზერამ ეს ბოღმა დარჩა და გაიზარდა კიდეც. კეზერამ რითი მოუგო, რა თქმა უნდა, დაპირებებით, ფულით, რესურსით მოუგო. და მიშას მინების ჩანაწერით. და მიშას მინების ჩანაწერით მოუგო. ეხლა დაინახეს რომ კეზერა დაემხო და ასევე თორე მიშა ფეხებზე კიდეა ორივე მხარე. ასევე უყურებენ რომ თავარი დაპირება რაც ჰქონდა ამ პიდეკატროს შევიჭრებიო იუამეჩიო ის არ სრულდება შესაბამისად დასუსტებული კეზერა და დაპირებების არ შესრულება ეგრე მეც ხო ვიყავი უმოქმედო მაგას ამბობს კარკულწდა ბელია და მისი ფლანგი ხვევა მას არის ძალიან კარგი საშუალება იმისა რომ უკვე გამანადგურებელი იერიში მიიტანოს ხაბეშვილს და გარდა ამისა ნუ ჩვენ ნაცმოძრაობაზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გვაქვს მაგრამ დაჟე ხაბეიშვილიც კი არ შეიძლება აქ პარტიის ლიდერად. გამანადგურებელი შეტევა მიიტანოს და ამის, ვთქვათ, შესაძლებლობა გააჩინა კიდევ ერთხელ ვიმეორებ BBC-ის სტატიამ და BBC-ის საგამოძიებო ფილმმა. როცა ლეგიტიმაციის და დაფინანსების წყარო კეზერა ჩამოიშალა და ფაქტობრივად დემორალიზებული იქნა. ამით იმას გა თორე მელიას მხარეს კი არის მორალური უპირატესობა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, რომ მელიას მხარეს რამე უპირატესობა, მაგრამ ვერ ერევი რა, ეხა ვერ ერევი ხაბეიშვილს. თავზევი ძალა არ არის. ხო რა. ხო, ხაბეს ერთ-ერთი პრედიავა იყო, რომ მელიას ფლანგის ტიპები ლანძღავენ პარტიას. შეიძლება ხაბეს ლანძღავენ, მაგრამ ხაბეს თავარ პრედიავა მელიასაც ხო იყო, რომ მელია მიშას აგინებს. კი ბატონო. ეხა ესეთი კაცია მირდად ხამადაძე, იცი ხო, ვინც არის აჭარის. მაშინ გითხარი მე არის. ეგეთი ჰაილაითი არ აქვს, რომ რეგალია აჭარის. არ ის არ აქვს, რომ რეგალია არის აჭარის მაცხოვრებელი? არა, აჭარაში ცხოვრები ნაცი საკრებულოს აქტივისტი? აქტივისტი არა, პარტიის წევრი და ანუ პარტიის ფუნქციონერია რა. ადგილობრივი ლიდერი ნაცმოძრაობის. გაუშვით შეიძლება. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დაიდოს, სადაც დადასტურდება, რომ ეს ადამიანები პარტიას ლანძღავდნენ, ეს მტკიცებულება მათ არ აქვთ. ანუ ასე უბრალოდ გვაბრალებენ და ტყუილს იძახიან. ანუ თავის დროზე ჩვენს მხარდამჭერებს რომ ეგონათ, რომ თავმჯდომარეს ირჩევდნენ, ლიდერს ირჩევდნენ, სინამდვილეში ცრუ თავმჯდომარე შეგვრჩა ხელში. მართალია ისტორიულად ერთხელ ბატებმაც კი იხსნეს რომი საღო მე პირადად ცრუ და მათხვარა პოლიტიკოსების გადარჩენილი ქვეყნის არ საღო ეს ისტორიული წიაღსვა ეს ძალიან მაგარი ბატები და კი ბატონო ჩვენ მაგალითად პიტოკანტროფს ვადარებთ ხაბეს და ამან ბატემ არამა ბატებმა რაც იმასაც ვერ იზავს საბეო ხაბეს ფლანგის უბრალოდ ხაბე ვინ ჩემი ფეხებია კეზერას და ვანო მერაბიშვილის ფლანგის ლიდერმა დავით კირკიტაძემ ეკამათა სხვათა შორის TV პირველის წამყვანს. თავწვეტას ხო არ წვეტა. წინა დღითაც ხო ეკამათა. ერთმანეთს უპირისპირდებით, როგორც ჩანს, სიებიდან შლით, შემდეგ ისინი გეუბნებიან, რომ გაასაჯაროებთ მტკიცებულებები, მაგრამ ამას არ პასუხობთ, ამას მოყვება სხვა ტიპის ბრალდება და ასე შემდეგ. თუ არც თქვენ უნდა მოგწონდეთ წესით ეს ვითარება, მაგრამ რას აკეთებთ ამ სურათის შესაცვლელად? კი პასუხობთ? კი ბატონო. შეიძლება თქვა სწორი ბრძანეთ არ არის ეს კარგი, რასაც მირდად ხამადაძე აკეთებს და ეს აზიანებს პარტიას, თუმცა ჩვენ აღარ ვაპირებთ მირდად ხამადაძესთან და მე არ მithქვამს, რომ ხამადაძე აზიანებს პარტიას, ეხლა ძალიან თქო ნუ უტრირებთ, ჩემს სპეციალურად გავიჟღორე. მე ვამბობ, არა, მე ჩემ მისამართით ამბობ, რომ თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ ხამადაძე აზიანებსო და მეს არ მithქვამს, თქვენი მოსაზრება მიღებულია, ბუნებრივია. თქვენ ფიქრობთ, რომ ხამადაძე აზიანებს პარტიას, კი ბატონო. ხო, ისე ჟურნალისტმა რაზე გაუტრა.
ნუ გასატრაკებელია. რა იყო? არა, არ უთქვავს ეგ. ამან გაიმეორა რომ სწორად ბრძანებთ რომ ეს დაპირისპირება არ იცოდია ჩვენ აღარ ვაპირებთ ხამადაძის ნაირ ტიპებს უპასუხოთ. როგორ ჩანს კირკიტაძეზე ხსნილია გატრაკება. და რატო არ ხსნილი? არ ვიცი, აი არ იმიტომ ხო არა რომ ტევ პირველმა უფრო მაგარი სიუჟეტი გააკეთა ვიდრე ნებისმიერმა კეზერაზე. აი მაგიტო ხო არა? რა თქმა უნდა. ხო და აბა რა გინდა? ეს ყველაფერი შეიძლება რაღაცა გარკვეული სუმბურულობის ეფექტს ატარებს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ არის ქალი, რომელიც ინსაიდზე ძალიან კარგად გვიყვება. ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანი, ორი სინქრონი გვაქვს ნანუკა. თვითონ არის ჟორჟოლიანის და ხაბეიშვილზე და მიშაზე გაუშვათ პირველი სინქრონი. ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა იმის ხარჯზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს დაუმტკიცა რა გზებით ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დაარწმუნა ნაციონალური მოძრაობის შიდა ამომრჩევლები იმაში, რომ ის უფრო მეტი გულშემატკივარია მიშასი ვიდრე ნიკა მელია. იმიტომ რომ მანამდე არსებობდა ფაქტები, რაც ადასტურებდა, რომ ნიკა მისი დიდი გულშემატკივარი არ იყო. და ხაბეიშვილმა თქვა, რომ ახლა კულუარულ ინფორმაციებს არ ენდო ამომრჩეველი და თქვა, რომ მე უფრო მეც ვიზამ კედელსაც შევანგრევ, ჯადოქარი ვარ, სასწაულებს ჩავიდენ და მიშა იქნება თავისუფალი. ლევან ხაბეიშვილი არაფერს ბანო მერაბიშვილი აკეთებს, აი რა ლევან ხაბეიშვილი, რის ლევან თქვენ გჯერათ, რომ ლევან ხაბეიშვილს იმის ძალა და უნარი აქვს, რომ რეპრესიები დაიწყოს ხალხნა. რეპრესიებთან ნაციონალური მოძრაობიდან თქვენთან ვინც ასოცირდება, აი ამას რო ვიტყვით, აი რეპრესიები და ვინ გახსოვთ უცებ. აი მან დაიწყო. ვანო უნდა მიიღოს ახლა. არა, ჩემო კარგო. აი ეს არის აბატიეთ და პოლიტიკური ბოლო რა. ეგრე არ არის. რეპრესიებზე პირველი ვინ გვახსენდება და მიშა სააკაშვილი გვახსენდება. არა, ეხლა როგორ არის, ცი? ვანოს უნდა შეტენო ყველანაირი რეპრესია. და მე ამას ყოფილი ხმარ გვახსენდება კაცო. რა ხდება ეს რა? საკუთრო სასიცოცხლო ომია რა. გაგვიჯეს ერთმანეთი კატერმა. ვითხება უბრალოდ. აი ეხლა გავიჭედე. არა, კომენტარი არ მაქვს. რეპრესიებზე მათ შორის მე ნანუკაც მახსენდება ძმაო. რა თქმა უნდა დაიჭირა ის ბიჭები სვანები. სვანი ბიჭების დაჭერა, ჩამორთმეულ იმედში დედოფლად შესვლა, რამდენი რამე უნდა გაიხსენო. ხო, მაგრამ ეს სად არის კაცო, ვანო მერაბიშვილს ელენ დეჯენერესის დერმატინის არა, აკეთოთ რა, ვანო მერაბიშვილს შევტენოთ ყველაფერი და ეგრე სადაა? მართლა თვითონ ერთი ვანო იყოს, ვარ ხერხემალი მარტო. ნანუკასგან ნათქვამი, ეგ იგივე არა, ხა მიშა გამო, მაგრამ მიშამ ხო თქვა კაცო მეგის გარდავას მე არ ვიცნობდი, მეტი რაღა. ბიჭო, ეს ერთმანეთს კი არ ვიცნობდიო, დათა ახალაიას არ ვიცნობდი. ანუ ეს ერთმანეთს წირავდნენ, ესეთი ბოზობა, უკაცრავად ამ სიტყვაზე, ესეთი ნაძირლობა, ესეთი ვირთხობა აი ნანუკასგან განსაკუთრებით გამიკვირდა რაღაცა პარტიაში დალპა. იცი ვინ დალპა? მიშა დალპა, გაიგე? ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობა. არ ვიცი ხა პირდაპირ დალპა, სუნი გაუშვა, პოლიტიკური სუნი გაუშვა. ხო, გასაგებია. ეგ რამდენი ხანია გაშვებულია? ხო და ეხა მიდის აი ამ ვირთხებმა, რომლებმაც დაიწიეს პარტია, ვერ დაიწიეს. ანუ მელიამ ვერ დაიწია პარტია. ვერ დაიწია რა. რეპრესიებთან თუ ასოცირდება კაცო ვანო მერაბიშვილი და ამას ნანუკა თვითონ აღიარებს, რანაირად არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და რანაირად აправებდა ამ ყველაფერს და რანაირად აправებს რეპრესია, ამას რა გონია? რომ ოდენავ ძალას რეპრესია, დეპრესია. არა, რეპრესიები რა გონია? ანუ 37 წელი და ის მაგას ვეძახით რეპრესიებს. გარდა შენ ნანუკა ჟორჟოლიანის ინტელექტს აყენებ კითხვის ნიშანს. არა, გარდა ამისა, არა, ვერაგულად აკეთებს ეს ქალი კაცო, მერაბიშვილს ტენის ყველაფერს. გარდა ამისა ბაჩუ ახალაი არ გვახსენდება რეპრესიებზე? ადეიშვილი არ გვახსენდება? კეზერაშვილი არ გვახსენდება. ნანუკაც გვახსენდება. ნანუკაც გვახსენდება. მაგრამ მე რა მაქვს დამოღამებული აი შალვა შენ შეამჩნევ მაგას ჟურნალისტებს რო აქვს აი ნული სტერილური აზროვნება, გლუვი ტვინი და вообще ნული ინტელექტი, მაგრამ ძალიან სხარტად რო ლაპარაკობენ აი ეს ინტონაციები რო დამოღამებული სიტყვა. ხო, ინტონაციები რო და თითქოს ეს შორიზდებულებს რო არაკეთებ თითქოს აუ რა მაგრა ლაპარაკობენ. ნანუკას რაღაც ვიდეო გაიჩითა, კაროჩ ლაპარაკობს. მე ვასება. ძიმეწონიანი, როგორ თქვა? ჭარბწონიანი. ქალბატონების შესახებ რა, ანუ ეხლა გაფემინისტდა რა. ის ხო გახსოვს ფემინისტებმა რო დაცხეს მაგას, ფემინიციძე ისეთ სიუჟეტი რო გააკეთა. ეხლა ბაზრობს იმას, რომ გარჩეო plus size-იო, რა ხარო ეგრე ამბობს, plus size-იო რა. რო ხარო ეგო სექსი არისო და ციტირებ რა, ასე ხო სექსი არისო და ძალიან ლამაზი და კარგია ესე და ესეო. და მათ მქონდა ორი თემა რა, რომ ერთი რომ ადამიანი არის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და რა ყველაფერს სუბაგაზე ლაპარაკობდა თავის დერმატინის ვერსია რო იყო, რომ ოღონდ რა ფორმები რა მნიშვნელოვანია და მე პირადად დიეტაზე ვარ და რაღაცა სუბაგ თემაში იყო. ეგ ერთი და მეორე ბოლოს ამთავრებს იმით, რომ ანუ ის თემაა, რომ ეს plus size-ი არისო ეხლაო, მაგას ევროპაში და ამერიკაში მიხვდენო და ვიქტორიას სიკრეტი გაკოტრდაო.
ვიქტორიას სიკრეტს წლიური შემოსავალი რა აქვს? და 19 მილიარდი. და რას ნიშნავს? გაკოტრდაო. ხო და შენ ამბობ იმას, რომ რეპრესიის მნიშვნელობა გვაქვს კიდევ. გაკოტრება გონია 19 მილიარდი როა წლიური შემოსავალი კომპანიას. ყავს კიდევ დანუკა ამჯერად მის ფავორიტზე მიშაზე საუბრობს. გაუშვი შენ. ქრისტიანი ხალხი ვარ. არ ვიცი ხა არ მგონია რომ ამ ქვეყანაში მე დარწმუნებული რომ 61%-ზე მეტია ვინც ამბობს რომ არ უნდა ამ კაცის სიკვდილი ხა ძალიან ბუნებრივია ძალიან ბუნებრივი შედეგია და სიმართლე ვთქვათ მე არ გამყურებია ამ შედეგის უბრალოდ გამეხარდა იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება გიმტკიცებს რომ ამ ქვეყანაში მიშა ყველას ძულს და ამ ქვეყანაში მიშა არავის არ უყვარს და არ დაეძებენ და ამას ხელი ძალიან შეუწყო ოპოზიციამაც მათ შორის მიშას პარტიამაც ამ ფიქრების დამტკიცებას და ამეჩვევა რაღაცა ხელისუფლების ამ თემაზე ცეცხლზე ნავთი დაასხეს შესაბამისად როდესაც ამ ციფრს როგორც მოცემულობას ხედავ ფაქტს უბრალოდ კარგია იმისთვის რომ ხელისუფლებამაც ეხლა მეგობრებო ესენი ერთმანეთს ურავენ ერთმანეთში ურევენ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ჰიპოთეტურად სიაბანდია რა თქმა უნდა მაგრამ მომაკვდავი დამნაშავის გადარჩენაზე არის ერთი ამბავი მაგრამ როცა დაცბანდა დაცხროვა ესე დაუძახებ მათ შორის მიშაც ეს ადამიანები არასოდეს არ დანობენ არ უნანიან არასოდეს არ უნანიან და წესიერი ბოდიშიც კი არ მოუხდიათ სოფლებისთვის როცა იქადნებიან რომ ჩვენ ახლა მოვალ და იგივეს ჩავატარებთ აქ არანაირი ქრისტიანობა ქრისტიანობაზე რატო თქვა მოგმართა რომ რელიგიური გზნობით манипуლირება ეს რა ვართო ხო მიუტევოთ და ასე შემდეგ მიტევება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც არის მონანია ერთი წამითაც არ მოუნანებია მიშას არაფერი ერთი წამითაც ის და მონანიება ერთმანეთთან არის აბსოლუტურად ნანუკა არის ძალიან მიმტევებელი და ქრისტიანული მორალის ადამიანი, იმიტომ რომ ტელეფონი თუ ნომერი თუ შეგეშლებოდა შემთხვევით მასთან დარეკავდი, მე მაგის ხმარად ჩაგიდებდა. მაგრამ საინტერესოა ის პასაჟი ალბათ საუბრობდა აი რა ის იმაზე რა გამოკითხვებზე სოციოლოგიურ კვლევაზე, რომელიც არის ვაფშე ფენომენოლოგია და ლაპარაკობდა რომ 70%-ზე მეც მე დარწმუნებული ვარ რომ მიშას სიკვდილი არ უნდა. აქ გააჩნიათ კითხვას როგორ დასვავ. ჩემთან რომ მოვიდნენ ამ კითხვა რომ გინდა თუ არა რომ მიშა მოკვდეს, ვიტყვი რომ არ მინდა, არ მინდა და ამას ვაფიქსირებ კიდეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ არის გამოშვების საფუძველი და სხვა ქვეყანაში წასვლის მხოლოდ იმიტომ რომ მიშას არ მოწონს და დეპრესიაშია როცა არის ციხეში. ეს მე მგონია რომ არის სახელმწიფოებრივი საკითხი და მგონია რომ არის პრინციპების ამბავი რა და რა პრინციპების მგონია სარკაზმი იმ ნაწამები და გაუბედურებული პატიმრების მიმართ ხო მოკლული პატიმრების მიმართ რომლებმაც გამოიარეს მიშას რეჟიმი და მიშა არის დეპრესიაში მხოლოდ იმიტომ რომ საკანს კი არა გისოსებიდან ხედავს ცას და უი ციხეში როა ეს აწუხებს ეხლა მე რომ გადავწვა ქალაქი და უი არ მინდა ციხე ციხეშიც არ არის ხო ციხეშიც არ არის მაგრამ უი არ მინდა ციხე ყველაზე სამარცხვინო პატიმარია საქართველოს ისტორიაში ძალსახად და საქართველოს სოფლიოს ისტორიაში ალბათ გიული ალასანია სამარცხვინო პატიმარია, სამარცხვინო ადამიანია, სამარცხვინო პოლიტიკოსია. მოусმინე და აღარ იტყვი მაგას. სამარცხვინო. წამოიწია, ცოტა წამოიწია და იგზუჩულა. და მე სასამართლო მომხარე არის მიწექი და ისუნე ცოტა ხანი არ გარადგე. დღეს არის სწორედ ის ქალბატონი ეგთანი მორიგე რომელიც იმ დღეს იყო როცა ეს მოხდა და მის ხელში მოხდა სხვათა შორის. მის ხელში ის არის სწორედ მოძღვარება როგორ დაკარგა გონება და ის ასულიერებდა სწორედ ის რომ იმან ყველაზე კარგად იცი. მე ვფიქრობ რომ უნდა გამოქვეყნდეს ეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი გახდება ნათელი ყველასთვის სამკითხო არაფერი აღარ იქნება. ყველაფერს გაზდის ყავლი. რაც იწყება ის თავდება. სოფლიო ესია მოწყობილი სამყარო. უკვე გაუვიდა ყავლი რომ მიშა კვდება. მაგრამ წამოიწიაო, წამოიწვერაო. მე მგონი რომ აი ეს მუდმივი ერთი და იგივე რაღაცა ჰაიპის შექმნა რომ აი წამოიწია, დაეცა, ჩონჩხია, ტირის, გონება დაკარგა. სველი ჩიტიროა? სველი ჩიტიროა? არ შეიძლება. ასველებული წიწილა. ეს გაგრძელდეს კიდევ, იმიტომ რომ ყველაფერი ყველას ბეზდება. ანუ არის დაუსრულებელი სერიალებიც ყოფილა დინასტია რამდენი სერიალი. ორი სანტა ბარბარა და სანტა ბარბარა. ისინიც კი და ანუ ეს სერიალი რომ მიშა კვდება, გრძელდება 2 წელი, ნუ წელიწად ნახევარი, ხო, დაახლოებით, დაკლებული მგონი.
და ეს სერიალი უკვე დასრულდა. არ ვიცი ახლა როგორ გავაგებინოთ ამ ადამიანებს. შეიძლება ბაბუში არიან და გონიათ. არ იმუშავა არც იმ ლობისტებმა. არ იმუშავეს ფაქტია. ხო, ქონდა დაგორებული. ლოკალურად არ იმუშავოს. არა, რა და ვინმეს ახსოვს ახლა მსოფლიოში. მესამე მსოფლიოს პირას დგას პლანეტა. მიშას ლობიზმით მიღწეული რაღაც გამონათქვამები, გაურკვეველი ტიპების. ახსოვთ გონია ახლა. რაღაც ჯილდო ხომ იცეს რა გინდა. ხო, სიგიჟე რა. ხო და დაამთავრდა რა. დაამთავრდა ნახე. კი ბატონო. არა მართლა მგონია რომ ჯერ გიული ალასანია განსაკუთრებით ისე ლაპარაკობს და ისე არასწორად ვთქვათ, დრამატურგიულად არ არის სწორი შვილზე საუბრობდე ისე ტონალობაში და რობოტივით. ყალბი არ ემარ თამაში მაინც შეეძლოს. მერე იმ რაღაცა ლუკებით რითიც გამოდის ხოლმე და მერე ამას კაროჩე რა. და თან ქრონოლოგიურად ურევე რაღაცებს ჯერ კუნთი გაელია და ეხა რაღაცა პირიქით. ეხა გასტაიაკდა. მეგობრებო, ნინო ბუჯანაძის ვიდეო ჩამიგდეს და არ გაუშვდა. რა გაუშვება აქ ნინო ბუჯანაძის ვიდეოს? ანუ არასწორს სიტყვა. რატო უნდა გაუშვათ ჩვენს რეიტინგულ განცემაში ნინო ბუჯანაძე? არასოდეს არაფერს. ფორმულას რატო? პოლიტიკური დინოზავრი. ფორმულა კეზერაა და იმიტომ. კეზერას აქვს გავლენები კიდე. არა, პოლიტიკური დინოზავრები რატომ გაუშვათ? საქართველოს ისტორიაში აღარ მოვა მომენტი, როდესაც ნინო ბუჯანაძე რამის გადაწყვეტს. კი ბატონო. უბას სანიკიძემ შეიძლება უფრო მეტად გადაწყვეტოს რაღაცები, ან გაგვართოს. კი. ვიდრე ნინო ბუჯანაძე. ისე სხვათა შორის კვირაზე მეტია გუბაზი ბუნაგიდან არ გამოსულა. ვა, იმას ცხიმსაგრო. მომარაგებულია კეთობა ყველა თქვენ. მოდი ახლა გავუშვათ ჩვენ იაგო ხვიჩია აირაის კვლევა. იაგო რატო გეუბნებით რომ არ შეიძლება ამ კვლევაზე ესე აყოლა ნეტა მართლა სანდო იყოს გესმით ანუ ამაზე გესაუბრებით ეს ხო მინიმუმ პრობლემაა მეორე პრობლემას გეტყვით ამავე კვლევის მიხედვით თქვენ კი გოფიქრობთ რომ ჯანსაღებმა გადაგვასწრეს მაგრამ ჩვენ ხო 2% გვაქვს ჯანსაღები აი ჯანსაღები გადაგვიათ გირჩევთ თავისუფლება ნუ შიდა ჯოუკია ჩვენ ანუ ჯანსაღი გირჩევართ თქვენს როცა გაიყვება მაშინ და ჩვენ სიმარტივისთვის ასევე ძახით მაგრამ ახლა ნახეთ ჩვენ ხო 2% გქონდა ანუ ამავე კვლევაში ხო გიწერია 2%. ხო. ვაშაძესაც თუ არ ვწდები, ჩვენზე ნაკლები აქვს, დაჟე ჩვენს ქვემოთ წერია. ვაშაძის პარტიიდან პარლამენტში ორი კაცია გაზომილი, როდესაც ინდივიდუალური რეიტინგები ხდება. და ჩვენი პარტიიდან არც ერთი. თან ეს პირველი შემთხვევა არ არის. აქამდე არც ერთხელ ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკოსი არ გაუზომიათ. ხო, ეს შეგვიძლია უფრო სამართლიანი პრეტენზია. ხო, არა, პრეტენზია კაცო, ეს თან ის რო არ იცოდეს, უბრალოდ ისე კი არ არის. ამაზე მიწერილი გვაქვს, საჯაროდ ლაპარაკობთ, ანუ იციან რომ ჩვენ ამაზე პრეტენზია და რას ამბობთ? არა, ანუ იმას რომ მებძვიან, კაცო, იმას რომ მებძვიან, ამას ამბობენ. იციან რომ მათი იდეოლოგიური მტერი ვარ. იქიდან გამომდინარე რომ იმათ რა მავნებლობებიც უნდათ ზოგადად. ჩვენ ვართ ის, ვინც აკრიტიკებს, მათ შორის დასავლურ მავნებლობებს. ხო, აი ამბივალენტური კაცი არის მე ესე ვიტყვი. იაგო არა, იაგოს აქ მაინც რაღაცა. ვახო უფრო ამბივალენტური. ისე სისულელესი თქვი. ვახო უფრო ამბივალენტურია, იაგო მეტნაკლებად თანმიმდევრულია და მე მგონი იაგო ნელ-ნელა უკიდურესი ლიბერტარიანელობიდან მიდის კულტურულ კონსერვატიზმამდე. იაგოზე კრიტიკებს თუ გასცე, მაგრამ იაგო არის მეგრელი. არა, მე მგონია თქო რომ კულტურულ კონსერვატიზმამდე მიდის. მეგრელთან რა გინდა ზმა? ანუ კულტურულ კონსერვატიზმთან მეგრელი რო ხარ, უკვე ახლოს ხარ. რაც არ უნდა იყო. თუნდაც ლიბერტარიანები. ანუ მეგრელები ეგეთ ხალხი ხართ. რო კონსერვატიულები და ესეთი რა, ჩამოყალიბებულები ასე შევაქე. ხო და კი შეიძლება ეს მოხდეს რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ ხანდახან ისეთ ციგიჯეებს იტყვის ხოლმე რომ არის. კი რა იმიტომ რომ გირჩია, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ოპოზიციაში ერთ-ერთი ადეკვატური ფიგურაა. ხო, იმათთან შედარებით რას ამბობ? მე უბრალოდ მის ელექტორალურ პერსპექტივას ვერ ვხედავ. მით უმეტეს 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში. ბიჭო, მოდი ისიც ვთქვათ, რომ ზურაგირჩ ჯობია ელექტორალურადაც. არა, 5%-იანი ბარიერია გესმის მე. ოკეი, და მაშინ ეგ 5%-იანი ბარიერი უფრო იმოქმედებს ვაშაძეზე, რომელსაც ოგბონუჯომ მოუგო, 5%-იანი ბარიერი ზურაგირჩზე იმოქმედებს, 5%-იანი ბარიერი იმოქმედებს ყველაზე, გარდა მაგალითად ნაცებისა, ლელოსა და არა, ლელო ვერ გადავა.
უფრო მეც დახარჯავს და არა მგონია, ხო, ნუ ვერ გადალახავს, მაგრამ დიდ იმას ვამბობ, შესაძლებლობას. წინ არჩევნებზე ხო ვერ გადალახავს. ეხლა ხო იცის რომ წინ არჩევნებზე არ ეგონა რომ ერთი ხმა ყველაზე ძვირი დაუჯდებოდა მამუკა ხაზარაძეს და ეხლა გაითვალისწინებს და ორჯერ მეც გადაიხდის. ჩემი პროგნოზით მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს შანსი გადალახოს 5%-იანი ვარიანტი. მეტი არ არის. და ეს გაერთიანებაზე რომ ლაპარაკობ. გახარიას? რა სახის გაერთიანება? არა, გახარიას არა აქვს. არის გახარიას. როგორ ანა ბუჩუკური მაგალითად? ეგ ძალიან სერიოზულია რა. ხო და ის რა ქვია კიდევ ვინ არის? ბექალი უაშვილი მაგალითად. მოკლედ ვითარება არის ესე. ბოდიში ერთამე რა გახარიაზე ეს ეხლა გამახსენდა და გავღიზიანდი ძალიან. თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად, ახალგაზრდები რო ამხედრდნენ გახარიას სოციუმის შემდეგ. თვალთხარია დაარქვეს, ზეგლი დაუდგეს და ჩაწერეს სიმღერა, რომელიც მე ლიაკა ხოშტარიან პარლამენტში გაუშვა. ახალგაზრდებს ხდება ტყვია, გახარიას უხარია. რაც გახარია წავიდა და არის სადაც არის, ვინმე სადმე ან ეგ სიმღერა გაიხსენა, ან თვალთხარია დაუძახა, ან რამე შეახსენა. Facebook-ში 1-2 ხელმოწარული ჰიპსტერი სადღაც დაწერს, რომ არ დაგვაგვიწნეს. მაგრამ იმ აქციაზე რო გავიდა, იქაც არაფერი არ ყოფილა. ჩვეულებრივად მიიღეს 8-9 მარტის აქციებზე, ხო? არა, ვერ ვიტყოდი რომ ჩვეულებრივად მიიღეს, მოგზაურობულად მაინც მიიღეს. ნუ გახარიას უხარია, მაგრამ შანსი არ არის ეგეთ აქციებზე სიტყვით გამოვიდეს. არ სიტყვით გამოსულ სხვა რაღაცაა. არა, შანსი არ არის. მეგობრებო, მოკლედ, რა ვითარება რესპუბლიკაში? თავარი ოპოზიციური პარტია მარტინ მამრავლებად იშლება. 30-ში ხალხი აუცილებლად უნდა მივიდეს, რომ სხვა საქართველოს დავანახოთ უცხოელებს, რომ არა მარტო ლიბერტარიანული საქართველო არსებობს და ჩვენ დიდ გაცემაშიც მიუძვნით ამ შეკრების ანონს დროს და სტუმრებიც მოგზანდებიან. სხვა ესე ვთქვით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით სიმშვიდეა, როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემზადებიან ჩვენი ძალიან კეთილი სურვილები. მათ ხელი მოეცარათ, კეზერაშვილის დისკრედიტაცია დიდი დარტყმა იყო, ძალიან დიდი. ეს იყო ჩამოშლა გარკვეულწილად ოპოზიციური ფლანგის, რომლის შედეგებსაც ჩვენ კიდევ და კიდევ ვნახავთ, ხო? ამიტომ დროა ვიხელთოთ დრო და ეს ჩამოშლა კიდევ უფრო გავზარდოთ და დედა უწიროთ. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ხვალამდე.